მაშინ მაგრად გავწევით რა? ალბათ ამაზე ამბობენ, მაგრად გავაჯაზეთ. ანტონოფრიდო, რა მაინტერესებს? გუშინ ერთი და იგივე ამბავი 6 ჯერ რატომ უგვიყვეთ? რა ვიცი, სიმთვრალეში მიმართება ხოლმე. მაგრამ 6 ჯერ სხვადასხვა დასასრული რატო ხონდა? რა დღეში იყავით გუშინ? დღეში იყავით. მიკითხავ, ნუ მაგრად ვიქეიფებ, მაგრად. არა, კარგია, მაგრამ მეზობლები წუხდებიან ხმაურზე და. ხო, მართალია, მეზობლებს უნდა მოუბოდიშოთ. მართალია. არა, მაგიტო არ მithkomს. ბატონო ფრიდონ, დაგეძახათ ვინმე მეზობლისთვის, რა ვიცი, შემოვიდოდა ახლა რა. დალევა არის თუ ცეკვა თამაში. გუშინ შენთან და ელენემ თქვა, საფრთხე არ არისო. არა. არ ვიყავი არა ისე თქვი ახლა. ნოდარმა დამირეკა სამსახურის თაობაზე ხო არა გვაქვს და რამე მოვიფიქროთო, მაგრამ ახლა ნოდარს არც სამსახური აქვს და აღარც 5 ლიტრა ცოლი გაური. ფათია. გაიგეს. ხარი რატომ მткиვარ? ანტონოფრიდონ და გუშინ ამბობდით თუ ადამიანი სულიერად შეემზადა შეუძლია კედელშიდაც გაიაროს და კარებშიდაც და რამოდენიმეჯერ ძლავრად შეეჯახეთ კარებს. ალბათ არ იყავით სათანადოდ სულიერად მზად. კარგი არცალია, წავედი ბიჭები მეძახიან. ვინ ბიჭები და ჩვენი ბიჭები? რატო გაგიჟებ? რა სუზა? ვერა. 4 არიან. კარგი, მიდი ივარჯიშე და მერე მოდი. გისმენ? 4 ლუდი. აჰა. დაიმახსოვრე? კი. ყავა და ნამცხვარი, ხო? შვილო? გაანერე, მე დავიწყე. როგორ მინდოდა ელენე ბაკურიანში წასვლა, ისე მინდოდა რომ გავთხოვდი. შევიდა მეუბნები საქმეები მაქვსო. არა უშავს ამ შარვალს მაინც წავიღებ. ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ რა ვქნა, სამსახურში ძალიან ბევრი საქმეები მაქვს და არ მათავისუფლებენ. იცი რა, იქით კვირაში წავიდეთ. იქით კვირაში მაგარი იქნება ელენე. ის ხის ტოტებიდან და სახურავებიდან შევაგროვოთ თოვლი და ვისრიავოთ. ეხლა იქით კვირაში თუ წავალ, კარგი იქნება. თუ არა და მე სხვაზე წავიდეთ. ეს რანაირი სამსახური გაქვს ელენე, რა ბაკურიანში არ გიშვებენ და სიგარეტის მოწევას გაცხებინებენ. ისე რამე შედეგი გამოიღო მოწევა? კი. გაწინაურებენ? არა, თეკლა მახვედეთ. ელენე, დავდებ ხო? 2 წუთი. აუ, გეი. გიხვეწები ჩოგბურთზე წავიყვანე ძალიან მინდა. მართლა? კარგი. არა, მოგატყო, დღეს 1 აპრილია. მართლა? არა, ეგეც მოგატყო 25 მარტია. ხოდა. გეფრაგეფრაგე 2 წუთი თეკლა, აი ახლა მამა შენი მოვა და წაგიყვანს ჩოგბურთზე. შენ რომ მითხარი ქართული მეცაინა და ჩოგბურთზე აღარ წაგიყვანო? მოგატყუე, ხანდახან ტყუილი აუცილებელია და საჭიროც. დავიმახსოვრე. ელენე 2 წუთი, ხო, 2 წუთი. ელვერისა, ნიკოლაშა სად არის? არ ვიცი, მე მგონი სამსახური შოვა და გასაუბრებაზეა წასული. კარგი ნიკა, რა წესიათ მაინც მოიტყუე, მაგას ვინ დაგიჯერებს. ვაიმე, ხატყო, ნიკა. ერტყუი, ხო და მინდა. გამის დაგული რა. ელენე, ისე სამსახურში რომ მოატყუო, ბაკურიანში მივდივარო, საჭირო ტყუილიაო. აჰა. ნიკა, ხო კარგი იდეა.
არ ვიცი თეკლა არ გისმენდი ვიღაც მაღალი კაცი დგას ეზოში და იტალიურად ლაპარაკობს ანტონიო ხომ არ ჩამოვიდა ოხ ნიკა საგიჯერე ხო ისე კარგი ქენი რომ არ დაგიჭირე მართლა ბატონო პროფესორო თქვენ არ ახართ ნაბახუსებზე მე როცა ვცეკო მეორე დღეს კარგად ვარხო რას ლაპარაკობ ესე იგი გუშინ იცეკვეთ და ხა როგორც მახსოვს საკმაოდ კარგად გამოდიოდა აჰა და რას ცეკვავთ მე უცხოურებს ცეკვავდი და აგერ ბატონი ფრიდონი ქართული ძალიან მაინტერესებს რა მუსიკა იყო ჩართული მარც არაფერი აგერ ჩვენი რატი უკრავდა მაგიდას მე უკრავდი? იმიტომ მეც ვისტითები? და შენ რატო გახსოვს ყველაფერი? კი არ მახსოვს უბრალოდ გუშინ ვიწერდი ყველაფერს და დღესდღეობით გადავიკითხე. როცა გაპოლი ხელით კი ეწერა, მაგრამ არა უშავ. აუ ის თუ გახსოვთ. ნუმრვა მოვიდა. არა მოსულა. არა? არა. მე დავიშემე ჩავიდეთ გავაგვიძოთ მეთქი და გვეჩხუბა. გაგლანძღა. არა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გაგლანძღავდა ალბათ ხო, მე სახში რა მოვიდა ცეცხლი რო დახო დამთებო. ძლის რო ჩავაქრეთ ცეცხლი, ხო? ხანძარი გააჩინე? ხანძარი ცოტა ხმამავალი თქვამია, უფრო კოცონი რა. ფარდებს წაეკიდა ცეცხლი და პატარ-პატარ რაღაცებს. პატარ-პატარა. სახანძრო ვერ გამოიჯახეთ მერე? ვერა ლაშა, ტელეფონს ერთიანი დაუდნა. და მობილურები კიდე ჭიქებში ჩავაწყოთ. რატო ჩავაწყოთ? ისა იმად გაუმარჯოს, ვისაც ჩვენი ხმა არ ესმის და აქედან გავაგონებთ მეთქი, ხო? ხედავ, აჰა. მომისმენ ეხლა, აბა პატა რო გამოვა და იმ ნახევრად დამტვერს სახს ვნახოთ გადაირევა. ვაიმე, პატა, ხო, მაგრამ ესე უცებ ხო არ გამოუშვა რა. მე მგონი მოვასწრებ სახლის მოწესრიგებას. მოვასწრებ. ესე უხერხულია პატა ხომ არ გვენახა. რატო მტკივა ეს რატო? სიცხვილია ინდიჩთან. მტკივა. მაწონი ექნება ცივი. გვესიამოვნება. კი, მაწონი კარგია. დიახავიდე. თქვენ რა შემიკვეთეთ? ხობეთ, რა შემიკვეთეთ? ბატონო ფრიდო, რა მიკვეთეთ? ლაშა, გეხვეწები, მითხარ, რა შემიკვეთეთ? ლუდიო თათია, ლუდი. აჰა, 4 ხო? 4 ლუდი. კაი დავლევ ხა. ტელეფონზე გეძახი. მე? გისმენ? ალო? გაითი, შანი გავიმიყო? არ ვიცი, ვიღაც კაცი იყო, იტალიური აქცენტი ჰქონდა. ნიკა მატყუებ. კი, დღეს უკვე მე-12-ად გატყუებ. ეს აუცილებელი და საჭირო ტყუილია. ადი მიწავლე ეს ელენე რა. ადი მიდი მოემზადე მამა შენი მოვა სადაცა. თეკლა, იცი რა გემრიერი სალათი გავაკეთე, ლაშას ისე მოეწონა ბოლომდე შეჭამ. ცოტა დავშე დაგიდო. ლაშას თუ მოეწონა, კარგი იქნება, მინდა მიცადე ხელებს დავიტან და მინდა. ой, ელენე, ეს ლაშასებშია, ხო? ხო. ამი აბაზანაში დო და პირსახოცი ქონდა გადახარებული. ყველა მემატყუებს, რა საკუთარი შვილიც და ძმაც. შენც მოატყუე ელენე, ტყუას ისწავლიან. მართალი ხარ. ელენე ლაშა, ეხლა რაღაცებს მოვიფიქრებ შენ სამხედი. აბა. სადახარ თამდენი ხარ. იოგურტი ამოვიტანე, დამეწვევი? არა, ლაშადე, ელენეს გაკეთებული სალათი შევჭამე, ისე მომეწონა, შენც მოგეწონა, ხო? ვერ გავწეხი. მარწყვის იოგურტი მოგიტანია. ხო, ელენე, ეგ ხო უხდება ბადრიჯანს. მართალი ხარ, ლაშა. მაიმე დაანებე, გეხვეწები თავი ისე შევჭამ რა. ისეთი ვაფეხად სალათი გავამზადე, ვერ გაძღები. დაგიდო? ხო, კარგი, ოღონდ ბევრი არ მინდა, 3 ფეხი გადმომიღემეყო. ალო? ხო, ზურა. კარგი ვეწყვი და ჩამოვა. კარგი. მოვიდა მამა შენი, ჩადი. წავედი, კარგად. ნიკა, მოიცადე. ნიკა.
ისე ციხში მიყავ ხარ მამა შენს ის აკრობატი გოგო რომ მოსწონდა? არა, ეხლა მუშტაიტში მივდივართ. მუშტაიტში? რა ის დევი მოსწონს ახლა? რა ვიცი, ყოველ დღეს რაღაც დებილობებში დავყავარ რა. იმდენსი და სანამ არ გავცვიდები და დედა კიდე ეჩხუბება. აბა ვიდი, იარა. ლაშა, ისეთი ამბავი გავიგეთ მე და თეკლამ შოქში ვარ. აი, შოქში. შოქში? თეკლას ეთყობა შენ არა. კარგი რა ლაშა, სერიოზულად გეუბნები. თურმე ფრიდონს და ნუნუს რომანი აქვთ ყავ. კი. რა რომანი ხარ მოიგონეთ ახლა მითხარიან რომანი არა? ლაშა, სერიოზულად გეუბნები, დღეს შემხვდა სტურუების რძალი, თავისი თვალით უნახავს როგორ სადარბაზოში ფრიდონი ნუნუს ეუბნება და ქმარს გაცილდი მე გამომყევი ცოლადო. ო, დავიჯერე ახლა ელენე, დავიჯერე რა. ლაშა, მეც არ მჯეროდა თავიდან, მაგრამ სტურუების რძალს გადაუღია მობილურით და მე ვნახე. ხო. მართლა ელენე? ვაიმე გეფიცები ლაშა, შენც ვერაფერს ვერ ხვდებოდი, ხო? ვერ ხვდებოდი. მოიცა დღეს დილით კი წამოსდა ისე ფრიდოს რომ გუშინ გავწვერითო. ხო და მე მოვინდომე რომ ჩავსულიყავით და გამეღვიძებინა ნუნუო. აჰა. ფრიდონი ნახე შე ფრიდონი, ახე ფრიდონი. ნუნუ. აბა ნუნუც ნახე როგორი ნუნუ. ნუნუ. არა გაგიჟდები. აი მე არ ვიცი ეს ემზარი როგორ გადაიტანს ამ ამბავს არ ვიცი პირდაპირ. ემზარი, ეხლა გალოთდება 24 საათი ეზოში იჯდება, ტოტალიზატორში დაიწყებს თამაშს, შაქამდე ხوارი წოდა. იტყოდა ვაშა, საიდან დაიცოდა? არა. გაგიჟდები რა, ასე გაიგებ ადამიანი რა. არა ნუნუ მეთქი და ემზარი მეწოდება ძალიან რა. იმ დღეს მანჩესტერმა გაუსხა, ახლა ნუნუ. ლაშა და ნუნუ რო დადიოდა ფრიდონთან დღეში სამჯერ ლიფტის ფული დადეო თურმე? აი. აბა, ის ფრიდონი ეძახე და კი ჩაიგდო ოქროსავით გოგო ხელში. ვერცხლივით. ბრინჯაო. ფოლადივით მტკიცე მაშინ, რა ვიცი აბა რა თქვა არ ვიცი და. ამან ისე დაიჯერა რომ მეც მჯერა უკან. ეს ჩემი თებში. მოიცა ეს თებში ნახეს ამ იქ არ დავმალე. ანუ მიხსნე რომ მე ვატყუებ, ხო? და ამათაც იმიტომ მითხეს ნუნუ და ფრიდონიო. ერთით-ერთია რა. ძალიან კარგი. მეორე ტაიმში შევცვლი ტაქტიკას. შეტევაზე გადავალ. აბანა. მე კარგად ვარ, თქვენ როგორ? მე ხა ჩვენს კარგად ავარჩევ. ეს რამე ხوارგინ ამოგიტანეთ ბატა. ხო, რა ვიცი, მაწონი რო ამოგიტანათ, კარგი იქნებოდა. ფეხი როგორ აქვს ბატა, ფეხი? ოპერაცია როგორ ჩაიარა? კარგად, მადლობა, კარგად ჩაიარა. პლატინა ჩამიდგეს აქეთ ბუხრში. ხო და ეხლა ეს ფეხი უფრო ძვირფასი მაქვს, აბა? ძალიან კარგი. მაშინ მელებს გადავაკეთებ, რომ ხურდების ჩაყრა აღარ ჭირდებოდეს, მუხს გავსვამ და წავა. მართლა? და ის მეტროშიც რომ გავატარო ხოლმე, ეგრე არ გამოვა? აჰა. რაცი სადათვერით ესე ძალიან რა არის ვერდობი? არ მახსოვს, რა ვიცი. მაგრამ საჭიროა რომ არ მახსოვდეს და ამიტომ ვერ გეტყვი. კარგი, სადათვერით ეგრე ძალიან რომ არ გახსოვთ რა გჭირთ, აბა ეხლა. ბატა, იცი რა მაგრად ვიქეიფე? აი ცეცხლი დავანთეთ რა. მე ჩავაქრეთ. და ძალიან კარგი, დღესაც მოგიწევთ ქეიფი. აბა, დღეს უნდა გამწერო და ჩვენთან უნდა ვიქეიფოთ, წარში უნდა დავლიოთ. დავლიოთ რა, თქვენ უნდა დალიოთ და მე შორიდან გიყურებ. შორიდან რა, დივანიდან. ხო. დღეს უნდა გახწერო. დღეს უნდა გახწერო. ეს რა
ეხლა გამწერო რა იყო არ გაგიხარ და თუ რა არის იცი როგორ მომენატრე ჩემი სახლი ჩემს სასაც მომენატრე ალბათ კი ესა ძალიან მომენატრე სამზარეულოს აბაზანას საძინებელსაც მომენატრე ტელეფონს ისე მომენატრე რომ ჩამოდნა ხოდა დღეს ნახავ ჩემს სახლს ვიმე რა გიჩქარება პაატა ვერა ხედავ რა სისუფთავია გიულიან კარგად პაატა სუფთა ჰაერია სინათლე კაი განათება თუ გინდა მეც დავჩები აი დავწევი და დავჩები არ მინდა იზინებს ამ დამწვარს საჭი არ მინდა აყოფნა კაცო ცუდი პალატაა ეს აღარ მომწონს ბნელა აქვს ჯერ ესეთი მე კიდევ რა ქვია ზე არ აჭყიტებს ხო მიყვარს ჯერ ვაჭყიტებს სუფთა ჰაერი არ არის ჩემთან სახში კარგია იქ ფარდებს გარდაწოხოვებს ზე მიშყიტინებს თვალებში მიყვარს რომ მიშყიტინებს ზე და მე კიდევ ფანჯრებს გამოვხებ სუფთა ჰაერი არის არ მინდა აღარ ჭირდება ფანჯრებს გაღება პრინციპში არც ფარდებს აღარ ჭირდება გადაწევა ზე ისე და ჭყიტინებს ხო და სუფთა ჰაერი შემოდის ეხლა რა უნდა გითხრათ აქედან რომ გავალ ცოტა ხანი მომიწევთ ეტალით სიარული გაიგე ხო და ერთი პერანგი მაქვს აქ ცეცხლებიანი ხო და ის მინდა რომ ჩავიცვა იმ მეტალთან მე მგონი მოუხდება და მაგარი იქნება ცეცხლოვანი პაატა ცეცხლოვანი ეტალი ცეცხლოვანი ბიჭი ცეცხლოვანი პერანგი როგორია ხა მაგარი პერანგია ისეთ მაგარი გუშინ ვერ ხვდებოდი ესე იგი ცეცხლები ეხატა თუ მართლა წაკიდებული ავიცი ეხლა ხო უკეთ ვარ და სახლში რო წავალ უფრო კარგად გავხდები რა კარგია აიო შენ უფრო ცუდად გახდები ბაატა მომისმინე აქედან რომ გახვალ ცოტა ხანი ჩემს სახლში იცხოვრე შენთვის არ შეიძლება ეხლა ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება ჩემი სახლი კიდე ლიფტის გვერდით არის იქვე თანალა სამოწყობოდა რომ გაგწერენო ეგრევე სახლში მისვლა არ ვარგაო იმან მითხრა რა ქვია ნუნუს ბოდიში უნდა მოვხატო რა მოხდა ზუსტად არ გვახსოვს, მაგრამ კარგი არაფერი მოხდებოდა. 82-ზე არაფერი არ არის. 93-ზეც არ არის. არც აქ არ არის, არც აქ არ არის, არც აქ არ არის. რა ვაკეთო რა? რა ვაკეთო? ტელეფონს უნდა ვუპასუხო. კარგია. გისმენ? ახო ელენე რას ვაკეთებ და შენ ხომ მითხარი სახლი დაავაგეო და ვალაგებ კი ვაიმე ელენე ისე დავიღალე მტვერი გადავწმინდე იატაკი მტვერსასრუტით მოვწმინდე რა მტვერსასრუტი გაფუჭდა ხო გაფუჭდა და ისე გამაწვალა ელენე მაგრამ მაინც შევასრუტინე მოვიდა ნიკა და წავედი. კარგი ვიცი ბალიშებს უნდა ვასადილო და ნიკა გავამზეურო. ვიცი რომ პირიქით. ნიკა რა ხდებოდა ეზოში? ნიკა გათახსირებული რა არის? ვინ თქვა ნიკა ეგ? ემზარი ყვირო და ეზოში და რას ნიშნავს? რას ნიშნავს და აი ნიკა იცი რას ნიშნავს ადამიანი რომ არაფერს არ აკეთებს აი უსაქმური რო აი ეგ არის გადა ხო ანუ ლაშაბიძეას გათახსირებულია არა ლაშაბიძე სხვანაირი უსაქმურია შედი ხელები დაიბანე უნდა ჭამო და რა გვაქვს საშველი რა და ყველი პური და ელენეს გაკეთებული უგემრიელესი სალათი რაღაცნაირი არსებებით ნიკა მოდი დაჯობში და ნიკა შენ რო თქვი ის რაღაც ემზარმა რო თქვაო ის არ თქვა ვის უთხრა შენ არიცი მე საფრიდონის ამბავი თუ ერთმანეთი უყვართ გული გამისკდა ნიკა ეს ტყუილია არა ტყუილია ემზარი გაგიჟებულია და რაღაცნაირ სიტყვებს იძახს აი თქვა მოსე ემზარმა გაიგო აი საიდან გაიგო ვინ უთხრა თუ მე სამბავი ცოდნია ლაშაბიძიას ამ ლაშაბიძიას უთქვამს ლოთ ბექასთვის ამ ლოთ ბეკას უთქვამს ლოთ პაპუნასთვის ამ ლოთ პაპუნას უთქვამს ლოთ ზაურისთვის ამ ლოთ ზაურის უთქვამს წითელ სახიან ლოთ ბეკასთვის ხო და ეს ბეკა მისულა ემზარისთან და
ესე უთქვამს, რომ ფრიდოსთან სამბავს როდის ასველებო. აი. ეს ახლა იზარი. ეზოშია. ვაიმე გარავიხედოთ წამოდი. ვაიმე საკალები და გაგიშდებოდა და აი მე აბა სადარის ბაჩვენ. აი კარგი ნიკა რა, კარგი რა, გული გამისკან. ეს არის ის დომინო უჭირავს ხელში და შაში დუო იძახის. შაში დუო კი არა. სახში თუ ამოვედიო, ან ქვენ შევაყრი სახეშიო. აი ეგრე საწყალი ემზარი რა ხნათ ეხლა ეს რა გავაკეთეთ? აი მე საწყალი. რა უნდა ვქნათ ეხლა არ ვიცი. საწყალი. აი მე ძალიან მეწოდება ემზარი. აი მე ისე ცოდოა, მელოტია, დაბალია, მსუქანია. მაგას ვინ გაყვება ცოლად? ვინმე ხო? თეკლა, ისე ძალიან თუ გეწოდება, ჰა? ეგეთი ცუდიც არ არის, დომინოს გასწავლის, ნარდს. ნიკა, აი ნიკა მატყუებ. თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ მატყუებ. აჰა. ხო, მატყუე ხო? არა. აი მე ნიკა გეხვეწები მითხარი რომ მატყუებ, გეხვეწები მითხარი რომ მატყუებ და თუ გინდა ქართული არ იმეცადინო. უკვე ვისწავლე. რატო ისწავლე? რა გიჩქარებოდა ნიკა? რა ხნა? აი ავაწავდი მე. არა, მიდი დაამთავრე საჭმელი. თუ ჭამე და ისა და ისა რა გამიდა რეზიკოსთან. მე ვულაპარაკო ნიკა, ჭამე საჭმელი მე ელენეს უნდა დავურეკო. აღარ მინდა. რა აღარ გინდა? ნიკა ჭამე. ანუ ელენე, მომისმინე, ეხლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა რომ დაჯექი. გეუბნები დამიჯერე დაჯექი. ხო, კარგი. რა და ისა რა მოხდა და თურმე ელენე? თუნიჯერა. მაგარია რა. ისეთი მაგარია რომ ძალიან გემრიელია. ძალიან მიატყვი ფეხი. ხო გითხარი დაჯექი მეთქი. ხო არა, ხო ნიკას შენ არა ხო. აი მე ელენე რა ვქნა საწყალი უნდა რაღაცა მომიფიქრე დაუცილებლად. ნიკა. სად არის თეკლა? დაივანზეა. აივანზე? ყველაფერი ისე მოატყვე როგორც შენ მითხარი. ხო, დაიჯერა? ეჭიც არ შეპარვია. ანუ დაიჯერა? ხო, ძალიან კარგი. შენ დისკი. კაი ბიჭი ხარ, ოჩახ, მე შენ იმედი ყოველთვის მქონდა. მადლობა ლაშაბიძია. ისე ძალიან იაფად მუშაობდა. ცოტა ბევრი უნდა გამომერთვა. ინა დაგანგრიო? წამ. მიდი. აი ელენე, ისე მე ვარ. მომისმინე, ეხლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა რომ ადექი. გეუბნები დამიჯერე ადექი. კარგი ხო, მომისმინე, თურმე ის ყველაფერი რაც გითხარი დაივიწყე, ლაშა მოგატყუა. რა მოხდა? აი მე ძალიან მიარტყი ელენე მუხლი. მოგითხარი ადექი მე. ხო, კარგი. მოვილაპარაკოთ ეხლა რაღაც სამაგიერო გადავუხედოთ, შენ ფრიდონი გააფრთხილე, მე ნუნუს გავაფრთხილე. გამარჯობათ. აბა პაატა დღეს როგორ გძნობ თავს? კარგად გძნობ თავს და თქვენ რომ მოხვედით, უფრო კარგად გავხდით და ხშირად თუ მოხვდით, მალე გამოვჯამრთელდები. აჰა. დიახ. ხო, დღეს პაატას გავწერთ. ვიცით. ისიან უთხარი და ისე გაუხარდათ ვეღარ ვსწრებს სახე რანაირი სახეები აქვს. იმდენი ხანია შენ სახში არ ყოფილიყარო რომ მიხარ შეიძლება ვერ იცნო და არ გაგიკვირდეს. უკაცრავად ირინა. უკაცრავად რატი? უკაცრავად ფრიდონ. უკაცრავად ირინა. უკაცრავად პაატა. უკაცრავად ფრიდონ. უკაცრავად ფიზიკოსი. მაინტერესებს პაატასთვის ნერვიულობა თუ შეიძლება. ნერვიულობა? რა ვიცი? ვიცით რა მინდოდა მე თქვა რომ აი ძალიან ნერვიულობა თუ შეიძლება. აი ვერ მიდეხეთ. აი ესეთი ნერვიულობა თუ შეიძლება გული რომ გაუსკა. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფეხთან კავშირში არ არის. კარგი, მაშინ პაატას რო გაწერენ ეს საწოლი არავინ დაიკავოს, ალბათ დამჭირდება დღესვე.
თქვენ რა გითხარით ამას რას მაკეთებინებთ ამ ხელა ხალ? აი ნახავთ ალბათო ნუნუ, თქვენს როგორ გაეცნობ? კი, ძალიან და მაშას კომარშე ვარჩენ. მეგონი ლაშა, მეგონი ვაჟი. აბა თქვენ ისეთ ეკეთებინე რა ხო? ალბათო ნუნუ, აბა თქვენ იმედი. გამარჯობა. გადასარევას ლაშა ბედნიერებისგან დავფრინავ. დაფრინავს არა დაფარფათებს. ლაშა. ვერ გაიგე ბედნიერებისაგან დავფრინავო. დილას ხო გითხარი ფრიდონის და ნუნუს ამბავი. მოიცეები კაცო რა. რა ხდება ნუნუ ბიცოლა? შარ გაგიგია. მერიდება, მაგრამ თუმცა დასამალი რა არის 21 საუკუნეა. მე და ფრიდონი ერთმანეთს სიყვარულში გამოვუხდით. რა თქვით ნუნუ ბიცოლა? ლაშა, თელი უბანი ჩემზე და ფრიდონზე ლაპარაკობს. თუმცა მე ეს უკვე აღარ მაინტერესებს. ემზარი? რა ემზარი, ლაშა? ცირა მივხვდი რომ ემზარი გატაცება იყო. ნამდვილი გზნობა კიდე ახლა მეწვია. ნუ ნამდვილი ახლა ის ლაპარაკობს ნუ ბიცოლა ეხლა გენა რაღაცა ხა? გასეზავლაშა, ხო იცი გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია? არა ხო ეხლა შეიძლება ვერ უბრძანო გულს, მაგრამ რჩება რო კითხო არა? ლაშა, ფრიდონი ისეთი მოსიყვარულია, ისეთი ყურადღებიანი, ისეთი მამაკაცური. მე მგონი ჩვენ არ მოვიტყუეთ. ნუნუ ბიცოლა, იმიტომ მატყობთ რომ დღეს 1 აპრილი არ არის და 25 მარტია. 25 მარტია? ლიფტის ფული გაქვს გადასახდელი სხვათა შორის. ჯერ ლიფტის, მერე საქორწინო საჩუქრის. როგორ მერიდება მეორედ გათხოვება, მაგრამ აი. რატო გერიდებათ? ნუ მეორედ რა არის ზოგს გამომართვიეს. ესა. ნუნუ ბიცოლა. ემზარმა არ იცის თუ უთხარით უკვე? ლაშა, უთხარით უკვე მივედით მე და ფრიდონი და ველაპარაკეთ ემზარს. ხო და ემზარმა გაგვიგო სხვათა შორის უგულო კი არ არის. მთელი ცხოვრება ემზარ შევალია და ეხლა მეც მინდა ცოტა გავერთო. აჰა, აი გასართობი კი ნახე. აღმშვიდობის. ქალბატონო, აქ საქმე მაქვს თქვენთან, ქალბატონო. მოდი ფრიდ, გელოდებოდი. სალაპარაკო მაქვს, ნუნუ. შეიძლება შეგიძლია უფრო თბილად მოგემართა ჩემთვის, ესენი ჩვენები არიან. სალაპარაკო მაქვს, ნუნუშკები. აი მე ლაშა რა საყვარლები არიან, როგორ უხდებიან ერთმანეთს. უხდებიან რა გითხეთ? ხო და როგორი ბედნიერი სახეები აქვს. სახეები ხო? კი, მოიწევი წუთი. რა კარგია რომ გამოვტყდით არა ფრიდ. ბავშვები ხომ აღარ ვარ? აბარა. კი, უზრდელი ვარ. მაგრამ მომკალით და მაინტერესებს აზე ლაპარაკობთ რა. ოღონდ უგაცავთ, მალე მოვჩები. ისე რა, შპალიერი, გასაკრავი, ცოტა შესაძლებელი, საათნახევარი დამჭირდა. კარგი, ძალიან კარგი. წავალ, ისა რა მოვიტანო? პური, ძეხვი, არაყი, ლიმონადაც თუ გამოყოლო, კარგი იქნება. ისე გააკეთეთ, მე ყველაფერს ამოვიტან, მაგრამ ისე გააკეთეთ, რომ არაფერი შეწყოს. ვითომ არც ჭაფრი მომხდარა. პური ძეხვი, ლიმონადი, პური, ლიმონადი, ძეხვი, პური. რატი? მომეჩვენა? რა იყო, ვერ გავიგე, რასთვის, რა საკეთებ, ვერ გავიგე. არ გაგიხარდა? როგორ არა, ისე ნამდვილი ხარ? რა ვიცი, ხო, მარცხენა მუხლის გარდა ყველაფერი ნამდვილი მაქვს, ხო, რა ვიცი. რა საკეთებ, მოდი გამომიყარე, კაცო, არ გაგიხარდა. მოდი, გამომიყარე, კაცო, მოდი, გამომიყარე. მარტა შენ არ მითხარი, ეს იმალი არ გამომწერენო? ხო, გითხარი, მაგრამ მოგატყუე, ხო? მოგატყუე, სურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა, რატი? არ გაგიხარდა?
ისე გამიხარდა პატარა, მოდი რა ქეისი, ჩადი და თავიდან ამოდი და კიდე გამიხარდება. დავიხალე და დაღილიო, თორე ჩავიდოდი ხო? თან ექიმა მითხრა რომ შეუძლია წამოწევ და ისო რომ სიწყნარე გინდა ექიმა მითხრა, რა სიწყნარე. სიწყნარე გინდაო. ხო და აქ შემოსვა არ შეიძლება ცოტა ხანი. ამჯერად ვერ შემოხვალ ჩემო პაატა. რა თქვი? რითი მოხვედი? რითი მოვედი და სასტრაფოს მანქანით მოვედი. მოიცა წავიდა უკვე? კი, წავიდოდა ხო? ეცუდია რა. რატი მართლა რა უნდა გითხავა გაცნო მაგრამ. მოიცა ვერა დამეწყია რა თუ რა გჭირს. ეხლა ლიფტით რო ამოდიოდი აქა და მოიცადი არ დამეთორებია რა გჭირს ერთი წუთი. ხო და რო ამოდიოდი ლიფტით კი რა მუხლი მომყვა ლიფტის გარებში. მოვჩი. ელენეს მოუყვე. არა ელენე განჯიშდება ისე არ მიდა რანი ელენე მაინც ერთი წუთი ფეხი არ მიმოწვა. არა ელენეს მოუყვე. რატი არ მიდა მერე მოუყვე ელენეს. კაცო შემიჩი სახში რა საკეთებ ვერ გავიგე. კარგი რა პაატა რა კარგი რა არ შეიძლება სახში შესვლა. ხო გითხარია რა. რატი მომისმინე ერთი რაღაცას მაიმუნობ ეხლა რა ხდება რატი შენ სახში მითხარ რატო არ მიშევ სახში. რა ხდება შენ სახში? ხდება ხო. ხდება. რა ხდება რას მიმალავ რატი? რას გიმალავ და პროფესორი. რა პროფესორი? ბანაობს. იბანავს კაცო მე რა შუაში. არა ესე თქვა ტელევიზორის ყურებაც მინდაო და შუა შემოსასვლელში ტაშტი დადო და ბანაობს. რას ლაპარაკობ კაცო ვერ გავედი გამაგიგებთ ეხლა თქვენ იქ ოთახში თუ იმასობა ტელევიზორი არ დამიცუროს. არ დაგისვენ ხუთკა სამოვიდა. რა ხუთკა სამოვიდა? ვინ არის რატი ეს? მე გისე. ამჯერა რა. ამჯერა აი მომკალი და ამჯერა. კარგი რა ალაშა რა. შეხოთაშორის ემზასაც არ ეჯერა თავიდან, მაგრამ მე ჯერა. მაგრამ ამჯერა იგი ყურებ მომკალი და აი ამჯერა, მაინც ამჯერა რა. კარგი ალაშა რა. შენ თუ ვინმეს დაქორწინება ვერ დაიჯერებდი, ნამდვილად ვერ ვფიქრებდი ამას რა. ისე ხო სამურა გავიდეთ აქედან ფრით. როგორ შენი წვი ჩემო ფერი? გუგლში მინდა დავემშვიდობო, სად გაქნენ? სად არის ელენე და თეკლა? ელენე, თეკლა. რა ხდება ლაშა? რა ხდება და ელენე სად არის მიდია სტუმრები მიდია. ელენე ჩამოვა ახლა. უბრალოდ დირექტორმა დაურეკა სამსახურიდან და ხო იცი არა, ნახევარი საათით ელენე დავკარგეთ. აჰა. კაი, დავალთ არა უშავს, კარი შემოკარგო ნახევარი. არ მიდა. არ მიდა. კარგია მე. არა უშაბედრიელო. არა უშა. სალამური რომ ხდება კარგი საჩვენე. გამოგწერეს უკვე პაატა. გამოგწერე აგიტა შედისტანცია დაიწყო არ მოხდა ისე მომილოდი. პაატა რომ ცოდნო და გამოგიცხობი რაღაცა თეკმა. დისტანცია მე სორ. არა. შევიდა ნახასახი დავიღუპე? არა. პირდაპირ აქ შემოვიყვანე. ხო, ცოტა ხანი რაღაცით გავდეთ რა. ცოტა ხანი რაღაცით გავდეთ, მე მუშას მივხედავ და მალე მორჩი. ვიდი, ჩემი იმედი გქონდეს, ვიდი. ხო, კარგით, ხა წავალთ ხა ჩვენ. არა, ჩვენ დავჩევით. კარგია, დავჩევით. მოდი. აი ეს. ვაშა, დისტანცია. მოდი აქ, მოდი, დისტანცია, მოდი. მოდი თუ დისტანცია. ხო, ორივე, რა ვიცი. მომის რა ხდება რა არის ვერ გავიგე. ხო, რა ამაზე მეკითხებით, ხო? ხო. ნუნუ და ფრიდონი. რა, იწუბეს? არა, პაატა, ნუნუ და ფრიდონი. ლიფტის უსაგროებენ ერთად? ნუნუ და ფრიდონი. ამდათ არიან, თუ რა? შენ რა გიქნა? მე ხალხი რა სიტყვის ბიჭო. ვაიმე, არა.
პატა, მე გეტყვი რა ხდება, ნუნუ და ფრიდონის სიყვარულში გამოუწყდნენ ერთმანეთს. თეკლა, არა. არა, თეკლა. ხო, ხრაცი. აი მაგიტომ მე. თეკლა, ერთი მიმაგორე ერთი წუთი მიმაგორე. შენ არ მინდა შენ დისტანცია. დისტანცია დამყავე რა. მიმაგორე ხილად ფეხები მატყნა, მიმაგორე. ხო. რა უნდა კითხოთ ერთი თქვენ? ხო. ერთი რა მაინტერესებს ისი? რამდენი ხანი ვიკეთი მე საავად უყოფოში ეს რა ხდება ვერ გავიგე. რომელი საუკუნეა, ჰა? შენს გაიგე ჩვენი ბედნიერება? რა ბედნიერები ვარ ჩვენ ვერც. გავიგე ბატონო ფრიდო, მაგრამ მე ემზარი ჩვენც ვიფიქრეთ, მაგრამ ემზარი მე. ხო. ისეთი ბედნიერები ვართ, პატა, იცი ბედნიერები ვართ. ხარი 18 წლის მგონია. მასია გონია კი არა ხარ 18 წლის. ხარ. კი, ნუ მობიჭო და 18 და თქვენ 20-21 ჰა. ბატონო ფრიდო ერთი თქვენ რა უნდა კითხოთ ბატონო ფრიდო. რა მეტეს როგორ რანაირად როგორ მოახერხეთ რომ ეს ყველაფერი გაუხილეთ როგორ აი დეტალები აბა როგორ გძნობდი მე 9 ჯერ ამოდიოდა ყოველდღე ლიფტის ფულისთვის ნუ და მივხვდი ხაიმე ლაშა დავიწყე მე მგონი რა და ნუ ის არაფერი ნუ შეთან სამოდიოდა ყოველდღე ლიფტის ფულზე კაცო ნუ გეშინია პატა, შენთან მეგობრულად ამოდიოდა, მეგობრულად. ჩემო სიხარულო. გინდა სკანზე შევდგე. ვარსკვლავები დაგიკრიბ. და ფეხშ დაგიკრიბ. რასა? უყურეთ, რომეო ნახე რა, რომეო. ისა ბატონო ფრიდო, რა უნდა გიხარ, ძალიან მაგას კამზე მუდაგებით, მაინც წნევა რაღაცა სიმაღლე, რა ვიცი, ხო? მოუხედე შენ. ბატონო არ სვავ შენ. ლაშა. ოიცადე, რას ლაპარაკობ? მე უკვე ისეთ ხასიათზე ვარ. გულიტების სადღეგდო არ უნდა დავლიო. თეკლა, ელენეს დაუძახე და დატრიალდი მოგოე. ლაშა, არ შეიძლება, კაცო, მე უნდა წამოვწე, დავისვენო, არ შეიძლება, ჩემთვის ძალება, სახში უნდა წავიდე, კაცო. ეს ნახვალ. რატო? თავარი დამავიწყდა, მე თქვა. რა დავიწყო, ბატონო რომეო, მოდი, თქო ვიხარი. რა ხილად ფეხები მატნა. მე და ნუნუ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ. ჩვენს ქორწილში ჩემი მეჯვარე შენ უნდა იყო. მართალს და ხილ ქალბატონო ჯულიეტა, ჰა? გადავწყვიტე დიდი ქორწილი გადავიხადო და ყველა დაგპატიჟოთ. ჰაიმე. რას ლაპარაკობ, ესე იგი მეჯვარე უნდა ვიყო მე თქვენ ქორწილში? ჩემი. ძალიან კარგია. მოგწევით, თქვენ გაბძალით ეხლა ჩამოვალ ელენი და მოგხედავს დისტანცია. კარგი აზრია, მეჯვარეობა ძალიან კარგი აზრია, პატა. აი ხელს გაშლი, აი ფეხი უკვე გაშლილი გაქვს. მოდა, დაატრიალდები გამოიცეკვებ, პატარძალს გამოიცეკვებ, ხო? შენც ეხლა ცოტა უნდა იაქტიურო, ხო? კარგად რო იცეკვო, ვიღაცას მოეწონები. თორე ხოხედა მარტო რო დადიხარ არ შეიძლება ესე დათხოვდნენ გოგოები დათხოვდნენ სიზმარში მგონია თავი ხო და რო გამოიღვიძებ პურია ამოსატარი არა, ემზარი მეწოდება კაცო, ჩემი ძია ემზარი მეწოდება ძალიან რა. ემზარს რა ხლაშა შესაძლოდი, მე სხვა უფრო მეწოდება. მე ერთი ბუთქუჩუნა ბიჭი დაბდა ძის დაქალმა რომ მოატყუა. რა? მოიც ეს ყველაფერი დაგმული იყო და თქვენ რაილენე რა გამის კარგული თქვენ ხო მაგრამ ნუ როგორ დაიკახმეთ როგორ და ის მოეწონა ეს კარგი იდეაო ჩემ თავზე ჭორი არასდროს მომიფიქრებია რაღაცა ახალია